უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მოწოდებების პარალელურად სამხედრო ინვესტიციები გაზარდეს. ევროპულმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად დაიწყეს მუშაობა იმ რეფორმებზე, რომლებიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამ ქვეყნებს შორისაა დანიაც, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაზე ზრუნვა ჯარში ქალების გაწვევით დაიწყო. თავდაპირველად ეს რეფორმა 2024 წელს უნდა გაეტარებინათ, თუმცა გეგმა 2027 წლისთვის გადაიდო. საბოლოოდ კი ახლა 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ფიქრობ, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიოა, ეს აუცილებლობას წარმოადგენს და სამართლიანია, რომ ქალები მამაკაცებთან ერთად პროცესის თანაბარი მონაწილეები იყვნენ. თუმცა ჩემთვის გარკვეული სირთულეებიც არსებობს, მაგალითად აღჭურვილობა და ფორმა ხშირად ძალიან დიდია. ასევე ბევრი წინაღობაა, რომლის გადალახვაც გიწევს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. დანიის კანონმდებლობის თანახმად 18 წლის ან უფროსი ასაკის ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას ექვემდებარებოდა. თუმცა რაკი ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის მოხალისეა, არსებობს ლატარიის სისტემა, რომლის გამოც ყველა მამაკაცს სამხედრო სამსახურის გავლა არ უწევს. ქალებს 2025 წლის ზაფხულამდე მხოლოდ მოხალისეობა შეეძლოთ. 2024 წელს წვევამდელების მეოთხედს სწორედ ქალები შეადგენდნენ. თუმცა დანიის პარლამენტის მიერ 11 ივნის მიღებული დადგენილებით, ქალები, რომლებიც 2025 წლის 1 ივლისის 18 წლის გახდებიან, ლატარიის სისტემაში მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებენ მონაწილეობას. ხედავთ, რომ ევროპული უსაფრთხოება აღარაა მოწოდების სიმაღლეზე. გვაქვს მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში. ჩვენი ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენაა, სადაც დანია ბევრ ჯარისკაცს აგზავნის. ამრიგად ვფიქრობ, რომ ეს დადგენილება დანიის თავდაცვის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 6 მილიონიანი მოსახლეობის მქონე დანიას დაახლოებით 9000 პროფესიონალი ჯარისკაცი ჰყავს. ახალი შეთანხმებით სავარაუდოდ 2033 წლისთვის ქვეყანას ყოველწლიურად 6500-მდე ახალწეული ეყოლება, რაც 2000-ით მეტია იმაზე, რამდენსაც ახლა იწვევენ. ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ევროპული უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობაზე და სწორედ ამიტომ ზრდით წვევამდელთა რაოდენობას. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი საბრძოლო ძალა. დანიის მთავრობამ შექმნა 7 მილიარდიანი ფონდი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის. დანია არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ქალების გაწვევის პრაქტიკას მიმართა. იქამდე 2013 წელს ნორვეგიამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში გაწვევას ორივე სქესი ექვემდებარება. 2017 წელს კი მსგავსი კანონი შვედეთმაც მიიღო.